როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ და მათ შორის იგულისხმება მართლმადიდებლური ქვეყნებიც და ისეთი დიდი მიწა ღვთისმშობლის სილხვედრი როგორც არის ათონი პირადად მე მაგ შეგრძნება რომ იქ უფრო მეტად აფასებ საქართველოს რომ ჩამოდიხარ გრძნობ რომ აქ სხვა ენერგეტიკა ყველა სასულიერო პირის ადამიანს თავისი სუბიექტური შეგრძნებები აქვს ну მე პირადად ათონზე მქონდა ეგეთ შეგრძნება რომ მაინც ნომერი პირველი მიწა ღვთისმშობლის სილხვედრი არის საქართველო ისედაც ესეა ხა პირველი მიწა ღვთისმშობელს რო წილისყრით ერგო იყო საქართველო